სარწყავი სეზონი აქტიურ ფაზაშია და საქართველოს მელიორაცია სარწყავი წყლის უკანონოდ მოხმარებაზე კონტროლს ამკაცრებს მიზანი წყლის არსებული რესურსების ეფექტიანი გამოყენება. დადგენილი წესით სარწყავი წყლით სარგებლობისთვის ფერმერებმა საქართველოს მელიორაციის შესაბამის რეგიონულ სამსახურებსა და სერვის ცენტრებში წყალმომარაგების განრიგის შეთანხმება უნდა გააფორმონ. შეთანხმების გარეშე სარწყავი წყლით სარგებლობა ითვალისწინებს დაჯარიმებას ფიზიკური პირის შემთხვევაში 250 ლარით, იურიდიული პირის კი 500 ლარით. განმეორებით ჩადენილი ქმედების შემთხვევაში ჯარიმის მოცულობა ორმაგდება. გარდა ამისა, წყალმომარაგების განრიგის შეთანხმების გარეშე წყლის მოხმარებაზე საქართველოს მელიორაციისთვის ასანაზღაურებელი თანხის ოდენობა ერთწლოვანი კულტურებისთვის 1 ჰექტარზე 247 ლარია, მრავალწლიანი კულტურებისთვის კი 216 ლარი. ქუთაისში პარლამენტის ყოფილ შენობაში პირველი ტექნოლოგიური ჰაბი მიმდინარე წლის ბოლომდე გაიხსნება. ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელის ინფორმაციით, მსხვილი ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. პარლამენტის ყოფილი შენობა მთლიანად გადაკეთდა და ტექნოლოგიურ საჭიროებებზე იქნება მორგებული. უწყების ცნობით, პროექტის შიდა ინტერიერის განახლებულ დიზაინზე გამოცდილი არქიტექტურული ჯგუფი მუშაობს. ადგილზე დაგეგმილია საქართველოში ერთ-ერთი უდიდესი საკონფერენციო დარბაზის, სტარტაპერებისთვის საერთო სამუშაო სივრცის, სატრენინგო და სამუშაო შეხვედრების ოთახების მოწყობა, ასევე ინტერაქციული სამეცნიერო და ტექნოლოგიური მუზეუმის გახსნა. სტარტაპი ბექ-ოფისი, რომელიც კომპანიებს ციფრული ტექნოლოგიების დანერგვაში ეხმარება, ევროპის ბაზარზე გასვლას და პირველი წარმომადგენლობის გახსნას გეგმავს. პროექტი მომავალი წლის მეორე კვარტალში განხორციელდება. ბექ-ოფისმა ქართულ ბაზარზე შემოსვლიდან დღემდე სხვადასხვა სექტორში 17 ბიზნესი გააციფრულა. სტარტაპის დამფუძნებლის ინფორმაციით, კომპანიების გაციფრულებაზე მოთხოვნა, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე მაღალია. შესაბამისად, ბექ-ოფისის პორტფელში როგორც მსხვილი, ისე მცირე კომპანიები არიან. სტარტაპი ქართულ ბაზარზე 2018 წელს გამოჩნდა. მცირე წარმოება ფინანსური კრიზისის წინაშე დადგა ხის საამქრო დაფიონმა, რომელიც 2023 წლიდან ეკომეგობრულ ხის დეკორებს, ასევე ავეჯს აწარმოებდა, მათ შორის ბილიარდის მაგიდას წარმოება შეაჩერა. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის მიმართ მოთხოვნა მაღალია, კომპანიას დაბალი ცნობადობის გამო წარმოების გასაგრძელებლად ბევრი შეკვეთა არ ჰქონია, რამაც ფინანსურ კრიზისამდე მიიყვანა. საწარმოს დამფუძნებელი გამოსავალს პარტნიორის მოძებნაში ხედავს, მზად არის ბაზარზე უკვე დამკვიდრებულ კომპანიებთან სათანამშრომლოდ, რადგან მას საკუთარი ხედვის და შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება მიეცეს. ვაგრძელებთ გადაცემას. AI ტექნოლოგიები დაავადებების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის პროცესში სულ უფრო და უფრო აქტიურად გამოიყენება. გლობალური ტენდენციების კვალდაკვალ ქართული სტარტაპი Patient AI სამედიცინო სექტორში ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას ალტერნატიულ და ინოვაციურ მიგნებას გვთავაზობს, რაში მდგომარეობს სიახლე, როგორ იმუშავებს სტარტაპი და რა ფორმით დაეხმარება ხელოვნური ინტელექტი ექიმებს თუ პაციენტებს. Patient AI-ის დამფუძნებელი გიორგი კონტუაძე, ანტრეპრენერი და მარკეტერი ყოფება ჩვენთან ახალი დღის სტუდიაში. მოგესალმებით გიორგი, ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. მნიშვნელოვან და საჭირო თემაზე უნდა ვისაუბროთ, რაზეც ბევრი ასთა სხვადასხვაობას არსებობს. სწორედ ამიტომ მოდით თავიდან გვითხარით, საიდან გაჩნდა იდეა, რა იყო მიზანი თქვენი მხრიდან ამ ახალი კონცეფციის შემუშავების და რას გულისხმობს, რა თქმა უნდა. პირველ რიგში მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. იდეა ზოგადად ძალიან სპონტანურად გაჩნდა, მოგეხსენებათ, ხელოვნური ინტელექტი დღეს ძალიან აქტუალური საკითხი არის ჩვენს რეალობაში. მე პირადად შემიძლია ვთქვა, რომ ესე სამედიცინო სექტორთან საერთოდ არ მაქვს შეხება, უბრალოდ ერთხელ საცობში დგომის დროს მომივიდა ესეთი იდეა, რომ ზოგადად ხელოვნური ინტელექტის ამბავი რა არის, რომ დავეხმაროთ რაღაცა პროცესებს უფრო გამარტივდეს, უფრო ჩავანაცვლოთ, ასე ვთქვათ, ადამიანური რესურსი ხელოვნური ინტელექტით და ამ ყველაფერმა უნდა მოგვცეს საგრძნობი გაუმჯობესება. ანუ ეს არ უნდა იყოს რაღაცა უბრალოდ ცოცხალი რესურსის ხელოვნური ინტელექტით ჩანაცვლება, ხო? ანუ პროცესი უნდა აგვიჩქაროს და უფრო უნდა გააუმჯობესოს ის პროცესი შინაარსობრივად. სამედიცინო მიმართულებით თავიდან ეს იდეა გაჩნდა იქიდან გამომდინარე, რომ არსებობს უნივერსიტეტში ეგეთი საგანი, სადაც სტუდენტები ემზადებიან ოსკეს გამოცდისთვის, რაც მოიცავს ძალიან ბევრ, ასე ვთქვათ,
ვთქვათ, პროცესს და ჯერჯერობით არის ეგეთი რაღაცა, რომ ლექტორს მოაქვს რაღაც კონკრეტული ანალიზები, ჩაიფიქრებს რაღაც კონკრეტულ დაავადებას და სტუდენტებს, ასე ვთქვათ, ინტერვიუს რეჟიმში უკეთებს გასაუბრებას და მათ უნდა გამოიცნონ რაღაც კონკრეტული დაავადება. თავიდან ეს იყო ის იდეა, რომ გვინდოდა ხელოვნური ინტელექტს გაეკეთებინა ეს ყველაფერი, უნიკალურად დაეგენერირებინა ყველა ის ანალიზი, რომელიც შესაძლოა კონკრეტულ დაავადებას ახასიათებდეს და ასე უფრო გაუმჯობესებულიყო ის სწავლის ხარისხი, რაც უნივერსიტეტებში არსებობს, იმიტომ რომ მოგეხსენებათ, შეიძლება ლექტორმა მოიტანოს პირობითად სიტყვაზე ვთქვათ, მაქსიმუმ რაღაცა 1000 რეზულტატი, ან მოიტანოს 2000 რეზულტატი, ანუ ეს რაღაცა კუთხით მაინც შეზღუდულია, თუმცა ჩვენ შემთხვევაში ეს არის უნიკალური, ანუ ყველა რეზულტატი ახლიდან გენერირდება, ანუ არ არსებობს რაღაცა მსგავსი кейსი მეორე შეგხვდეს, ანუ ასევე არის რომ ჩვენი პლატფორმა გვაძლევს მაქსიმალურად მიახლოებულ მაგალითს ადამიანისა, რომ ის ჩვეულებრივად გესაუბრება, თუ რაღაცას უხეშად ეტყვი, ის რეაგირებს ამ უხეშ, ასე ვთქვათ, კომუნიკაციაზე. ანუ ემოციებიც ახლავს. კი, ხო, ანუ რაღაც ემოციური ნაწილიც ახლავს ამ ყველაფერს და რომ აგიხსნათ flow თვითონ პლატფორმის არის ესეთი, რომ ექიმი იწყებს ან სტუდენტი იწყებს საუბარს პაციენტთან, ის უზიარებს თავის ჩივილებს, შემდეგ მიდის სტანდარტული დიალოგის რეჟიმი, როგორც ყველას გამოგვიცდია ექიმთან სტუმრობის დროს. რა თქმა უნდა, ჩვენ ბექში ამ ყველაფერს ვინახავთ, ვიწერთ, როგორ ელაპარაკება პაციენტს, რამდენად ითვალისწინებს კონკრეტულ გაიდლაინებს, იმიტომ რომ მოგეხსენებათ, თითოეული სიტყვა პასუხი ეს გაიდლაინების მიხედვით ხორციელდება და შემდეგ უკვე ექიმს შეუძლია მოითხოვოს კონკრეტული ანალიზი იქნება ეს ვიზუალური თუ ვერბალური სახით ამ ყველაფერს ვაწვდით, შემდეგ უნდა დაუსვას დიაგნოზი და დაუნიშნოს კონკრეტული მკურნალობა. ბოლო ეტაპი ჩვენს პლატფორმაზე არის უკვე რეპორტინგის ნაწილი, სადაც ჩვენივე პლატფორმა აძლევს სტუდენტს დეტალურ რეპორტს, სადაც წერია, რომ რამე ხوار შეეშალა გაიდლაინის მიხედვით კითხვა, რა უნდა ეკითხა პირველი, რა მეორე ხარისხოვანი სახის ინფორმაციას იძლეოდა, რანაირად დასვა ანალიზები, ზედმეტი ანალიზი ხوار ჩაუნიშნა შემთხვევით, მედიკამენტურ ნაწილში, რამდენად სწორად დანიშნა, სწორი ჯგუფის მედიკამენტი დანიშნა მკურნალობის დროს და ასე შემდეგ. ანუ ეს არის მთლიანი flow სტუდენტის მხარეს, თუმცა ჩვენ ეს იდეა რომ გაგვიჩნდა იყო თავიდან რაღაც უფრო საგამოცდო სტუდენტის ნაწილში, თუმცა მე როგორც ვახსენე, ვითარდება ხელოვნური ინტელექტი და ჩვენც რაღაც გადავწყვიტეთ, რომ პოზიციონირდეთ როგორც სამედიცინო სექტორში ხელოვნური ინტელექტის გადაწყვეტების კომპანიად და არა მხოლოდ რაღაცა საგამოცდო ნაწილში, ამიტომ გადავწყვიტეთ. ბოდიში ჩაგეკითხებით, სამედიცინო სექტორში, ანუ გარდა სასწავლებლებისა, კონკრეტულად კლინიკებში რომ იყოთ ინტეგრირებული, ამას გულისხმობთ? კი, ანუ ეს პლატფორმა რეალურად ძალიან მნიშვნელოვანია მოქმედი ექიმებისთვისაც. საქართველოში და ზოგადად შეგვიძლია ვთქვათ, რომ არსებობს რაღაცა გეფები, ამ შემთხვევაში რაღაცა პრობლემა და ძალიან მნიშვნელოვანია კლინიკებმა თავიანთი ექიმები მუდმივად გადაამოწმონ, გადაამზადონ ამ მიმართულებით. ჩვენი პლატფორმა და ასე ვთქვათ, მიბმული არის ახალ გაიდლაინებს, შესაბამისად არის სულ თანამედროვე და შეუძლებელია მოქმედმა ექიმმა თუ ამ პლატფორმას მოიხმარს, ასე ვთქვათ, ის გაიდლაინი, რომელიც ეხლა გამოვიდა, მაგას ჩამორჩეს. ანუ ეს არის თავი ეფუძნება რომელიმე საერთაშორისო პლატფორმას და ვთქვათ, მაგალითი იქედან გაქვთ აღებული, თუ ეს არის აბსოლუტურად დამოუკიდებელი? არა, ეს ჩვენი თავაწყეთ ყველაფერი, ანუ არანაირი რაღაცა ანალოგი ამისი არ არის. არსებობს სოფლიო მასშტაბით მსგავსი მიმართულებით რაღაცა პლატფორმები, თუმცა შინაარსობრივად იდენტური არ არის რა. ჩვენი პლატფორმა დამატებით აკეთებს ეგეთ რაღაცასაც, რომ ჩვენ გვინდა დავემატოთ სამედიცინო კონსილიუმებს. ხანდახან არის რაღაც კონკრეტულ დაავადებაზე იკრიბება რაღაცა ჯგუფი, სადაც მიდის მსჯელობა. ჩვენ გვინდა რომ იქ დავამატოთ ერთი ხმა, ესე რომ ვთქვათ, ხელოვნური ინტელექტის, რომელიც ასევე თავის აზრს დააფიქსირებს კონკრეტულ кейსთან დაკავშირებით და შემდეგ ექიმები ამას გაითვალისწინებენ თუ არ გაითვალისწინებენ, რა თქმა უნდა, მათი გადასაწყვეტი იქნება რა, იმიტომ რომ რაც დრო გადის, მით უფრო მეტად შემოდის ამის საჭიროება და ეს საკითხი. ჩვენ სხვათა შორის გვაქვს ახლა უკვე ჯერ არ გაშვებულა ჩვენი პლატფორმა, ესე ვთქვათ, ლაივზე, მაგრამ გვაქვს რამოდენიმე სასწავლებელთან და
კლინიკასთან ერთ-ერთი არის თოფურიას კლინიკა ყელყურცხვირის მიმართულებით, რომლებიც ასე ვთქვათ ცდილობენ რომ მუდმივად განვითარდნენ და ტექნოლოგიები შემოიტანონ და ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია ამან რომ ასე ვთქვათ როგორც გავეშვებით ჩვენ უკვე რამოდენიმე საინტერესოა აუდიტორია ანუ მომხმარებელი ამ პლატფორმის უნდა იყოს ექიმი და პაციენტი კონკრეტული кейსით კონკრეტულ შემთხვევაში თუ მაგალითად ქსელში იქნება ხელმისაწვდომი და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია კომუნიკაციის დამყარება patient AI-სთან მისი ჩივილების გაზიარება და ვთქვათ რაღაც დიაგნოზის მიღება. გარკვეულ რისკებს შეიცავს ეს და სწორედ ამიტომ გეკითხებით, იმიტომ რომ ადამიანი შეიძლება დაეყრდნოს მხოლოდ ხელოვნური ინტელექტის დიაგნოზს. კი ბატონო, ანუ ჩვენი პლატფორმა არ არის ჩვეულებრივად ადამიანებს, რომელსაც თავიანთი სიმპტომების რაღაცა შედეგი აინტერესებს. ეს არის პაციენტი, პირიქით ჩივილი აქვს ამ პაციენტს, პირიქით უნდა რომ რაღაცა ექიმს გაუზიაროს თავისი ტკივილი. შესაბამისად ეს პლატფორმა არის მხოლოდ სამედიცინო სტუდენტებისთვის და ექიმებისთვის და ამ სექტორში მოღვაწე ადამიანებისთვის, რათა რომ შეხვიდე დიალოგში თუ განათლება არ გაქვს სამედიცინო, ფიზიკურად ვერ გახვალ ბოლომდე, მოკლედ ამ აპლიკაციაში, იმიტომ რომ იქ უნდა გამოკითხო კონკრეტულად რა აწუხებს, დაუნიშნო კონკრეტული წამლები, დაუნიშნო კონკრეტული მკურნალობა და მიიღო კონკრეტული რეპორტი, რამდენად სწორად გააკეთე ეს ყველაფერი და ის რომ სიტყვაზე ჩვენ შევიდეთ, აი როგორც მიჩვეული ვარ Google-ში რომ წერთ რაღაცა ჩივილს და მოკლედ ველოდებით რაღაც კონკრეტულ პასუხს, ამ მიმართულებით ჩვენ არ გამოვაცხადეთ. პაციენტებისთვის არ არის, ხო? ეს არის ვიწრო სპეციალობის, ასე ვთქვათ, ადამიანებისთვის. იცით რა მაინტერესებს ბატონო გიორგი? ამასწინათ ჩვენ გქონდა საკმაოდ კარგი თემა განხილული, როდესაც დიდმა კომპანიამ დანერგა AI-ის სისტემა ძალიან ბევრ საავადმყოფოში. კი, რა თქმა უნდა, ეს ექსპერიმენტულია, თავისთავად ცხადია, მაგრამ აქვე დაიდო უკვე სტატისტიკა, რომ ის 85%-ით სვავს სწორ დიაგნოზს, როდესაც შედარებისთვის 25%-იანი მაჩვენებელი ქონდა რეალურ ექიმებს, ხო, ადამიანებს, ასე ვთქვათ. აი, თქვენ შემთხვევაში როგორ არის, გააქვთ მსგავსი სტატისტიკა? იცით რა, ჩვენ არ გვინდა ამ მიმართულებით ჯერჯერობით წასვლა, იმიტომ რომ რეალურად სამედიცინო ინდუსტრია ძალიან ფაქიზი საკითხი არის ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით და ასევე მოითხოვს ძალიან ბევრ რეგულაციებს, სპეციალურ რეგულაციებს და ჩვენ რადგან საგანმანათლებლო მიმართულებით მუშაობთ, შესაბამისად ეს რისკები მაქსიმალურად დაზღვეული გვაქვს, ანუ ჩვენ ვაცნობიერებთ იმ საკითხს, შეიძლება ერთი გადაცდომაც კი პროგრამული გადაცდომაც იყოს ძალიან მტკივნეული და მნიშვნელოვანი, ამიტომ მაქსიმალურად რადგან ეხება ადამიანის უზენაეს უფლებას, ხო, სიცოცხლის უფლებას. სწორედ რეგულაციების ნაწილზე გავაგრძელოთ ახლა საუბარი. სამედიცინო მიმართულებით ჩვენს ქვეყანაში თუ არსებობს რაიმე რეგულაცია, რაიმე დათქმა, რაიმე წესი, რადგან თქვენ ახსენეთ უკვე, რომ აი კონკრეტულ ერთ კლინიკასთან გაქვთ კომუნიკაცია ასევე სასწავლებლებთან. ერგებით თუ არა რაიმე ჩარჩოს სახელმწიფოს დონეზე მიღებულს. იცით რა არის, რადგან საგანმანათლებლო ამ ნაწილში არ მოითხოვს რაღაც კონკრეტულ რეგულაციას, თუმცა ჩვენი პლატფორმა უნიკალურია იმით, რომ ჩვენ შეგვიძლია მოვერგოთ ნებისმიერი სასწავლებლის პროგრამას. ანუ ჩვენ არ ვიყენებთ რაღაც კონკრეტულ ერთ data-ს, ესე რომ ვთქვათ, საიდანაც მოგვაქვს ინფორმაცია, ჩვენ შეგვიძლია უნივერსიტეტმა გითხრას, რომ ჩვენ გვაქვს რაღაც კონკრეტული პროგრამა, რაღაც კონკრეტული მასალები, რითაც ჩვენ სტუდენტებს ვასწავლით, ჩვენ შეგვიძლია ის კონკრეტული მასალები გამოვიწყენოთ ჩვენი პლატფორმის data-ად და დავამაგროთ სიტყვაზე ის კონკრეტული მასალა უნივერსიტეტზე. ანუ კლინიკა ნებისმიერ მიმართულებით რა წყაროსაც მოგვაწვდის, რომ ისინი ამ წყაროს ეფუძნებიან, ამ წყაროს აღიარებენ, იქნება კლინიკა თუ უნივერსიტეტი, ჩვენ შეგვიძლია ნებისმიერს მოვერგოთ, იმიტომ რომ ამაში მდგომარეობს რეალურად ჩვენი პლატფორმის უნიკალურობა, რომ შეიძლება ვიღაცას გაუჩნდეს ეჭვი, რომ აი რა მე მაგალითად თქვენ სორს არ ვენდობი და მოდი რაღაცა ჩემი რაც არის ის მინდა რომ იყოს მთავარი, საიდანაც აიღებს ეს ხელოვნური ინტელექტი საწყის და შექმნის кейსებს. ანუ შესაბამისად ჩვენ მოქნილები ვართ მაგ ნაწილში ძალიან. Patient AI გათვლილია მხოლოდ ქართულ ბაზარზე თუ განიხილავთ უკვე შემდგომში გლობალურად მის გასვლას? ხო, ну ჩვენ საქართველოს უყურებთ როგორც რაღაცა სასტარტოთ და იმისთვის რომ გავტესტოთ ჩვენი პლატფორმა მაქსიმალურად, თუმცა ჩვენ უყურებთ გლობალურ მარკეტს, ქვეყნები რომელსაც ამ ეტაპზე უმიზნებთ არის თურქეთი, ინდოეთი და ამერიკა. ვფიქრობთ რომ ამ მიმართულებით ძალიან აქტიური არის ეს ქვეყნები და პირველ რიგში გვინდა რომ ამ ქვეყნებში გავიშალოთ, გავზარდოთ ჩვენი მოღვაწეობა და შემდეგ ალბათ ვიფიქრებთ უკვე სხვა ქვეყნებზეც. თქვენი სტარტაპის
განვითარებას როგორ ხედავთ? მაინტერესებს, იმიტომ რომ კონკურენცია ხო უზარმაზარია. ხა დარწმუნებული ვარ, რომ მსოფლიოში უამრავი მსგავსი სტარტაპი არსებობს, ხო? აი რა არის საჭირო იმისთვის, რომ გაუწიოთ კონკურენცია თუნდაც მსოფლიოში არსებულ, უკვე დღეს არსებულ სტარტაპებს მსგავსებას? ვიტყოდი ესეთ რამეს, რომ კრეატივია ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ძალიან მზარდი არის და სწრაფად იზრდება ეს ჩვენი ინდუსტრია, ხელოვნური ინტელექტი და ძალიან საჭიროა, რომ სულ ტენდენციებს მიყვე. ჩვენ გეგმაში გვაქვს ახლა მუშაობ დავიწყეთ უკვე რომ გავაციფრულოთ მაგალითად აფთიაქის გამოცდილება პირობითად, როდესაც შედიხართ და რაღაც კონკრეტული რაღაც სახის მოულის ან რაღაც საშუალება გაინტერესებთ და ეძახით დამხმარეს, რომელმაც შეიძლება რაღაც კითხვა დაუსვათ, გაგიწიოთ კონსულტაცია, ან ჩვენ გვინდა რომ რეალურად ხელოვნური ინტელექტმა გააკეთოს ეს ყველაფერი, აჩვენოთ, რომ აი მაგალითად მოუყვეთ, რომ აი პრობლემური კანი მაქვს მაგალითად და იმან გითხრას, რომ აი ეცი რა არის ეს არ მოგიწევა ჯობია რომ ხო ანუ რეალურად ამ ადამიანების დრო დავზოგოთ და უფრო მეტად გავამარტივოთ. ასევე, როდესაც კლინიკაში მივდივართ და რაღაცა ვეკითხებით იქ მიმღებს, ჩვენ რაღაცა პირადი ინფორმაციას უზიარებთ. ანუ ეს ყველაფერი შეგვიძლია გაციფრულებული იყოს და გვინდა რომ მაქსიმალურად აი ყველანაირი აი ეს რაღაცა რუტინული სამუშაოები ადამიანს კრეატივს დაუთმოს დრო და ჩვენ ხელოვნური ინტელექტი თქვენის ნებართვით მეც ჩავერთვებით თუ შეიძლება. თავისთავად თათია ის რომ ამოსავალი წერტილი არის პაციენტი, ადამიანი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნახტომი. რაზეც ბატონი გიორგი გვესაუბრება და მეორე კიდე ძალიან მნიშვნელოვანი, რაზეც მინდა ხაზი გაუსვა, რომ სამედიცინო თითოეული პერსონალისათვის, ექიმისათვის არის ძალიან მნიშვნელოვანი თვითგანათლების პროცესი, რომელიც დაიწყო იმ წუთიდან, როცა მან დიპლომი აიღო და სერტიფიკატი მიიღო და ეს მთელი ცხოვრების განმავლობაში გრძელდება, იმიტომ რომ ყოველ დღიურობას მოაქვს ახალ-ახალი პრობლემები, ახალ-ახალი აღმოჩენები და ექიმი უნდა იყოს ყოველთვის ილია ჭავჭავაძის არ იყოს თუ ერთი თვალი მოუხუჭევ ამ წუთის სოფელს და დარჩება ექიმი მაშინ ჩვეულებრივად დიპლომიანი ადამიანი და არა ექიმი. მაგრამ ახლა აქ მეორე ამბავიცა, მაშინ ჩვენ წინა გადაცემაშიც ვისაუბრეთ, რომ მედიცინა ისეთი დარგია, სადაც ვიმეორებ, ორჯერ ორი ყოველთვის 4 არ არის. ხან 5-ია, ხან 3 და ხან შეიძლება 30-იც იყოს. იქიდან გამომდინარე, რომ რა მაღალ დონეზეც არ უნდა იყოს ხელოვნური ინტელექტი, რომელიც პირდაპირ ამ პარამეტრების შეშვების შემდეგ გვაძლევს უკვე დასკვნას, აქ ადამიანური თვითონ ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანია და მე მოვიყვანა კიდევაც პროფესორ ტვილდიანის ამბავი, როგორ ჩაეწერა ეს ამ კაცის სახელი და გვარი ოქროს ასოებით მედიცინის ისტორიაში. მაგრამ ახლა კიდევ ერთი რაღაცა რჩება ბატონო გიორგი და თქვენთან მინდა ამასთან დაკავშირებით. ძალიან კეთილშობილურია ის, რასაც თქვენ აკეთებთ. მივესალმები და ტაშის და ოვაციების მეტი რა უნდა შევაგებოთ აი ამ თქვენს ნაბიჯს, მაგრამ თქვენ ხართ დარწმუნებული იმაში, რომ ის რაც ამ წუთში თქვენ გააკეთეთ, რომ მხოლოდ აი ექიმებისთვისაა. ხვალიდელი დღე მოვა და ვიღაც ამ თქვენ ნაწვალებს ისე გადააკეთებს, რომ პირდაპირ პაციენტი აღარ კითხავს ექიმს არაფერს, მოირგებს თავზე ამას. და მე საქართველოში, აგერ ჩვენ დასაწყისშიც ვილაპარაკეთ, რომ საქართველოში ისეთ ცუდად აგვაქვს ეს თვითმოვლის და საკუთარი თავის პატივისცემის, ჯანმრთელობაზე ზრუნვის კულტურის დონე, რომ შეიძლება მარტივ გამოსავალს ვეძებთ, ამას გულისხმობთ, ხომ ბატონო ჯონი? ეს რისკები დაზღვეული აქვთ, როგორც ვიცით, ბატონ გიორგის და მოდით კიდევ ერთხელ გავიგოთ. ამ ეტაპზე თქვენ რაც გააკეთეთ, მადლობის მეტი რა ეთქმის თითოეულ ექიმს. მით უმეტეს აქ როგორც ვთქვით, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ სასწავლო პროგრამა, როგორც სტუდენტებისათვის, ასევე ექიმებისათვის და იმ შემთხვევაში, როდესაც ადამიანის ჯანმრთელობა დევს სასწორის პირნაზე, აქ უკვე ექიმის პატივმოყვარეობაზე უკვე ნაკლებად უნდა იყოს საუბარი, ასე რომ მადლობა თქვენ რაც გააკეთეთ ამისთვის. გიორგი, კიდევ ერთხელ განვარტოთ, რომ ანუ პაციენტისთვის, ასე მხოლოდ პაციენტისთვის არ იქნება ხელმისაწვდომი ეს პლატფორმა და ადამიანის, ანუ ექიმის კომპეტენცია აქ რჩება ძალიან მნიშვნელოვან როლში, რაც არის ალბათ სწორედ ამ AI მიმართულების მთავარი ღირსება, რაც სკეპტიკურ დამოკიდებულებას აქრობს მათ მიმართ. კი, ეს გავაკეთებ კომენტარს.
კომენტარს ამ ნაწილთან დაკავშირებით, რომ ეს არ უნდა აღიქვან სამედიცინო სექტორში მოღვაწე ადამიანებმა რაღაც ის ჩამნაცვლებლად ან კონკურენტად, პირიქით ეს არის რაღაცა უბისწიგნაკივით, ასე რომ ვთქვათ, რომელიც სულ უნდა გვერდზე გქონდეს, სულ უნდა თუ რაღაცა ეჭვი გაქვს, შეიძლება მასთან ერთად იმსჯელო, მასთან ერთად ასე ვთქვათ, რაღაცა კონსულტაცია მიიღო, როგორც ექიმმა და სტუდენტების ნაწილში ერთი რაც გამომჩა არის, ხა უნივერსიტეტების მხარეს მინდა შევეხო, რომ რეალურად სტუდენტები 4 წლის მანძილზე ან რაღაცა ხო 6 წლის მანძილზე რომ ამ აპლიკაციას მოიხმარენ, რომ მილიონობით кейს აკეთებენ, ანუ ეს data გროვდება, სტუდენტს უნივერსიტეტს ეგზავნება ეს მონაცემები და იქ ჩვენ ვაძლევთ ეგეთ მონაცემებს, რომ სიტყვაზე ამ სტუდენტს რა უჭირს. შეიძლება რაღაცა დაავადების იდენტიფიცირება უჭირს, ანუ რაში მოისუსტებს, ანუ ეგ უნივერსიტეტებს ეხმარებათ, რომ ზუსტად იცოდნენ თავიანთი სტუდენტები რა მიმართულებით გააძლიერონ, რა მიმართულებით უფრო მეტად ჭირდებათ მათ დახმარება, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ეს ისეთი ინდუსტრიაა, რომ თუ მართლა 100%-ით არ გაქვს განათლება მიღებული, შეიძლება ძალიან სავალალო შედეგამდე მივიდეთ. შესაბამისად, ჩვენ ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად შევამციროთ ეს რისკები და უნივერსიტეტსა და სტუდენტსაც, ასე ვთქვათ, შევუქმნათ საშუალება, რომ მაქსიმალურად იყვნენ ინფორმირებულები. და რეალურად, გიორგი, ჩვენ ვიცით არაერთი პლატფორმა უკვე ხელმისაწვდომი ჩვენთანაც, რომელთან პოტენციური პაციენტები, ანუ ჩვენ ძალიან მარტივ კომუნიკაციას ვამყარებთ, ჩვენს ჩივილებს უზიარებთ და შემდეგ უკვე ვიღებთ მათგან პასუხს. ანუ რეალურად ეს უკვე არსებობს და ხელმისაწვდომია. თქვენი უნიკალურობა ალბათ მდგომარეობს იმაში, რაც უკვე განგვიმარტეთ, რომ აბსოლუტურად განსხვავებული მიდგომები და მიზნები გაქვთ. და ბოლოსკენ მივდივართ და აუცილებლად მინდა გკითხოთ გამოწვევებზე, რასაც პროცესში აწყდებით და ასევე უკვე ხელშესახებ შედეგებს როდის დადებთ. ჩვენ ვფიქრობ, რომ დაახლოებით 4 თვეში ჩვენ უკვე შეგვეძლება რომ ლაივზე გავიდეთ და დავიწყოთ აქტიური კომუნიკაცია უნივერსიტეტებთან, აქტიური კომუნიკაცია კლინიკებთან, ვისთვისაც შეიძლება საინტერესო იყოს ჩვენი პლატფორმა. გამოწვევად, რა თქმა უნდა, ტექნოლოგიურ ნაწილში ჩვენ ხა ისეთი გუნდი ყავს, რომელიც ამ ხელოვნურ ინტელექტზე მუშაობს და ეს ნაწილი ნაკლებად არის გამოწვევა, თუმცა გამოწვევა არის ზოგადად ინდუსტრიის სწრაფი განვითარება და თუ დროულად არ გააკეთე და პირველი არ იყავი რაღაც მიმართულებით, რა თქმა უნდა, კონკურენცია ძალიან რთულია სოფლიო მასშტაბით. ჩვენ არ ვეჯიბრებით ხოლმე ქართულ სტარტაპებს პირობითად ვიძახი, გლობალ მასშტაბით გვაქვს კონკურენცია და ძალიან მნიშვნელოვანია იყო კრეატიული და პირველი გააკეთო რაღაც კონკრეტული პრობლემის მოგვარება. ეგ არის მნიშვნელოვანი ამ სფეროში. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა. გისურვებთ რა თქმა უნდა წარმატებას და უკვე შედეგების ანალიზითაც გელოდებით ჩვენთან სტუდიაში, რომელსაც სიახლეებიც ახლავს ალბათ თან. პერიოდულად მედიცინა და ხელოვნური ინტელექტი, სწორედ ეს იყო თემა, რაზეც ჩვენ დილიდან საუბრობდით, რაც აქტუალობას იძენს სულ უფრო მეტად. გიორგი კონტუაძე, ანტრეპრენერი და მარკეტერი იყო ჩვენი სტუმარი.